ჩვენ წინაშე საფეხურებიანი საკურთხეველია, რომელიც სწორედ იმ ტაძარს ეკუთვნის, რომელსაც რამდენი ვისაუბრეთ. და თანაც ამავე დროს, როგორც ჩანს სამსხვერპლოც, რადგან ღარი ზუსტად მიანიშნებს იმას, რომ ეს ღარი ჩაედინება კიდევ უფრო დიდ ღარში და ამ ღარზე უნდა ეწვეთა სამსხვერპლო ცხოველის, შეწირული სამსხვერპლო ცხოველის სისხლს. აი ასე გამოიყურებოდა გათხრისას ინტერიერი, ბაზისი, ანტიკური ტიპის, ორლილვიანი და საკურთხევლის ფრაგმენტი, რომელიც როგორც ხედავთ, კედლის ნაშალზე ალიზით შედგენილი დარღვეული, ამორფული, მასატხუცეული ალიზის ნაშალზე აქდია, საიდანაც ჩამოვარდა. ორფოსო შეიცავს და საიდან შეიძლებოდა ჩამოვარდნილიყო. ამას შემდეგ ალბათ ვივარაუდეთ. და მისი კიდევ ერთი აღმოსავლეთის კარი. საფეხურებს ხედავთ ამ ორ ბაზის, რომელიც ერთმანეთს აცილებულია და ამ შიდა სივრცეს, რომელშიც აღმოჩნდა სწორედ აი ეს საკურთხეველი, რომელიც აი ამ კედლის დარღვევის შედეგად აქ უნდა მდგარიყო და ჩავარდნილია შიდა სივრცეში. რა თქმა უნდა, საფეხურების დარღვეულია და მხოლოდ 4 საფეხურიღა შემორჩა, მაგრამ 4 საფეხურიანი საკურთხეველი არ არსებობს. კედელი რიცხვისაგან უნდა იყოს შემდგარი. და როგორც კი ბაქანთან, რომლის ნაწილი შემორჩენილი იყო მივაღწევთ, აღმოჩნდება, რომ 9 საფეხურიან საკურთხეველთან აქვს საქმე. აი აქ უკვე სასიმაგრო ნაგებობები გვაქვს. კვლავ აგებული იმავე სტილით, როგორც მე უკვე მოგახსენეთ, კლდეში ჩაჭრილია ბუდეები. ამ ბუდეებში ზის კვადრები. და ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს წარმოვიდგინოთ ამ დაგვარი სისტემა. შიდა მხრიდან ოთხფროსებიანი, ამას იკრია ეწოდება. პირველად ათელის სასიმაგრო სისტემებში დადასტურდა. კრამიტით გადახურული. და ყოვლის მომცველი, ესე იგი ტერიტორიის მომცველი სასიარულო ბაქნით და ქვედა ნაწილში სწორედ კაზემატებით, რომლებიც დაყოფილია უჯრედებად. კიდევ ერთი ნაგებობა საფეხურებიანი საკურთხეველი, ზედა ტერასაზე, დაბაგვირგვირებელ ნაწილზე. რასთან აქვს საქმე ახლა საფეხურებიან საკურთხეველთან თუ ასევე სასიმაგრო ნაგებობის რომელიღაც დეტალთან? ჩვენ ეს საფეხურები ზუსტად შეგვიძლია ისევე წარმოვიდგინოთ, რომელიღაც დიდ უზარმაზარ კოშკში შემავალ სტრუქტურად, როგორც ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ბაქნად, ხო? ჩვენთვის ხო მხოლოდ ქვედა სტრუქტურებია ცნობილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერ რეკონსტრუქცია შეიცავს ჰიპოთეტურობის ძალიან დიდ დოზას და ნაწილს. და რაც მართლა განსაცვიფრებელი აღმოჩენა იყო, ეს არის სწორედ რომელზედაც უკვე ვილაპარაკეთ, ორბაკ-პროტობიანი კაპიტელი. ვანის ნახალახარზე, რომელიც შესაძლოა განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნის პირველ ნახევარსაც კი. მაგრამ მისი ხასიათი და მისი სტილი ზუსტად ისე, ზომებიც კი ზუსტად ისეთივეა, როგორც ეს აღმოჩნდა ციხე აგორაზე. არ ვიცი, შეიძლება მათ აქვთ რაღაც გარკვეული ემბლემური დანიშნულება. ახემენიდური იმპერიის შორეული რეგიონი, რომელიც შესაძლოა რომელიღაც სატრაპიის, ესე იგი მმართველობის ოლქის ტერიტორიაში შესულიყო, აღინიშნება სწორედ ამ ემბლემით. სხვანაირად ძნელი ასახსნელია ქართლშიდაც და ისტორიულ კოლხეთშიდაც აღმოჩენილი ორი ერთგვაროვანი კაპიტელი და ნიშნავს ეს, როცა მხატვრული კანონი თავიდან ბოლომდე ახემენიდურია. სანამ გადავიდოდე აი ამ ნახალახარზე, რომელსაც ეშერა ეწოდება და დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ძალიან ახლოს სოხუმთან, მინდა რამდენიმე განმარტება მოგცეთ ვანის ნახალახართან დაკავშირებით. რა არის ვანის ნახალახარი და რა ერქვა მას თავის ადრეულ სამყაროში. საქმე ისაა, რომ დამწყები ამ არქეოლოგიური გათხრებისა, სისტემური არქეოლოგიური გათხრებისა. ქალბატონი ნინო ხოშტარიანოვი, რომ ვანის ნახალახარის სახით ის თხრიდა ქალაქ სურიუს, რომელსაც იხსენიებს კლავდიოს პტოლემაიოსი, სამეცნიერო ტოპოგრაფიის ფუძემდებელი, ასტრონომი, გეოგრაფოსი და ასე შემდეგ და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და მას იხსენებს პლინიუსის თავის ბუნების ისტორიაშიც, ნუის სურიუმის სახელით.
სურიორი, ერთი და იგივეა, ბერძნული და ლათინური ფორმა. და რატო შეიძლება ჩათვლილი იყო, რომ ვანის ნაქალაქარი მაინდებოდა სურიორი. იმიტომ რომ მის სიახლოვეს, ანუ მის ქვეყანაში მოედინება მდინარე სულორი. სულ-ორი. მაგრამ ეს ზუსტად იგივე სუფიქსით დამთავრებული ფუნქცია, როგორც არაერთი გვაქვს ქართულში, არა და უამრავი გვაქვს ქართულში, კოდორი თუნდაც იორი, საცხოვრი და ასე შემდეგ რამდენიც კიდე. და სულ და სუფიქსის რო ქმნიან ელემენტარ დისკრიმინაციის შედეგად სულ გადაკეთა სულ. მაგრამ არსებობს მის სიახლოვეს ციხე, სოფელს ეწოდება ციხე, სურორი. ანუ ქალაქი სურ. და ამას გარდა 1986 წელს ვანის ნაქალაქარზე აღმოჩნდა ბრინჯაოს ფირფიტა, სადაც მოხსენიებულია ტოპონიმი სურე. იხსენიება ღვთაებრივი ტლიადაც გე, დედამიწა, ჰელიოს, მზე და მეის, ანუ მთვარე. იხსენიება საფლავი, იხსენიება ასევე absolutely განწმენდილი. მოხსენიებულია თითქოს და ტოპონიმი ტაძე და კიდევ ერთი გაურკვეველი პოსეი. რა არის პოსეი? ან პოსეიდონია ღვთაება, ზღვის ზევსის ძმა, ან იხსენიება ატიკური კალენდრის მე-6 თვე პოსიდეონი. ურთულესი საკითხია, მაგრამ არ შეიძლება ეს მივიღოთ საკუთარ სახელად, იმიტომ რომ ისეთ ტრაქტატებში და დეკრეტებში, როგორიცაც ახლა ჩვენ სახე გვაქვს ბრინჯაოს ფირფიტის სახით, თუნდაც ქურუმი რო იყოს და მართველიც კი საკუთარი სახელი არ უნდა იხსენიებოდეს. ესე იგი, ატიკური კალენდრის მე-6 თვეში, რომელიც დეკემბერზე მოდის, რაღაც ხდება. რაღაც რიტუალებს, რაღაც პროცესიას აქვს ადგილი. მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო არის თუნდაც არქიტექტურის თვალსაზრისითაც კი სამარხის მოხსენიება. ამავე დროს თითონის ტრიადა თითქოს დედამიწა, ანუ გე, მზე, ანუ ჰელიოს და მთვარე მეის. ახლა უნდა ვთქვათ, რომ ტრიადის ამ შედგენილობას და შემადგენლობას ატიკური სამყარო არ იცნობს. ესე იგი, მაშინ რაღაცა უნდა ვთქვათ, რომ ფილის ნაკლულობის გამო წინ გვაკლია რაღაც ღვთაება და შემდგომ არ ვიცით რა მოემართება მთვარეს. გე ზევსის მდედრული ცალია და როგორც ბერძნული ირანულ-სკვითური ტრიადები ყოველთვის იწყება ზევსით და მთვარით, ზევსით და დედამიწით. იმიტომ რომ დედამიწა წარმოადგენს ერთგვარ ანტითეზას. დედამიწა არის დამბადებელიც და დედამიწა არის გარდაცვლილთა დედაც. გაურკვეველი სამყარო გამოდის. და ამავე დროს მოგახსენეთ კიდევაც ის, რომ ვანში გვაქვს საკულტო ნაგებობები, სამარხები და გვაქვს სასიმაგრო ნაგებობები. ეს სასიმაგრო ნაგებობები, ამ საკულტო ნაგებობებისა და სამარხების თანადროულია თუ არა, ეს კვლევის მომავალი კვლევების საქმეა. მაგრამ თავარი ის არის, რომ არ გვაქვს საცხოვრებელი, არ გვაქვს სამზარეულო კერამიკა, არ გვაქვს ქურები და კერები, არ გვაქვს საწნახელები და საწურები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა საწნახელისა და საწურის აღმოჩენა სავსებით ბუნებრივია საკულტო არეში. და კიდევ ერთი იმის გარდა, რომ ეს ქალაქი არის გაიგდა სურიულთან, ამის შემდგომ გამოქვეყნდა კიდევ ერთი თეზა, რომ და რადგან იმიტომ, რომ სწორედ რაც ჩამოთვალე, რომ არ აგვაქვს სამზარეულო კერამიკა, არ აგვაქვს საცხოვრისები, ქალაქი, აი ეს დასახლება ხო არ განეკუთვნება იმ სტრაბონის მიერ მოხსენებულ სამლოცველოს ლევკოთეას.
ლევკოთეა პირდაპირ ითარგმნით თეთრი ქალღმერთის სამლოცველოა და იგი მდებარეობდა მესხეთში. კი ბატონო, იმ დროს როცა სტრაბონი წერდა მესხური ტომები აქტიურობენ და ისინი შეიძლება კოლხეთის საზღვრებში დაჭებოდიოდნენ და ამიტომ სტრაბონისათვის ეს კოლხეთის საზღვრები შეიძლება მესხეთი იყოს, მაგრამ ამავე დროს სტრაბონი ზუსტად და ლაკონიკურად მიუთითებს, რომ ეს სამლოცველო მდებარეობს იმ მდინარეების სათავეების გადაღმა, რომლებიც ფასის უერთდება მარცხენა მხრიდან და რომელზედაც ხე-ტყეს აცურებენ. ასეთი მდინარეებია ხევისწყალი, ყუმური, სულორი, გორისწყალი, კვირისწყალი და ასე შემდეგ. ხარისწყალი, წაბლარისწყალი. კი, შეიძლება მესხური ტომები მოქმედებენ და მოძრაობენ, მაგრამ სრულებითაც არ მოძრაობს მდინარეთა სათავეები. ამიტომ ამ უძველესი ქალაქის, ვანის ნაქალაქარის, მისი კუთვნილება, მისი საკულტო ფუნქცია, მისი სადაზრო ფუნქცია, ასევე მომავლის კვლევების საგანია, მაგრამ მაინც წინასწარ შეგვიძლია თქვათ, რომ ვანის ნაქალაქარი რაც არის დღეს აღმოჩენილი, რაც არის გამოვლენილი თავისი მდიდრული საბარხებით, განეკუთვნება და განეკუთვნებოდა ქალაქ სახელმწიფო და საკულტო ცენტრებს. ვანის ნაქალაქარი ჩემს წარმოდგენაში ზუსტად ისეთივე კასპის უფლისციხეა და წარმოადგენს მიცვალებულთა კულტის ძირითად რელიგიური დოქტრინის კულტის აღვლენის არის.